მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში მე გადავიხევჭეთ E5-ის ვიდეოს და ამ ვიდეოში ვილაპარაკებ არის ღირსსაჭირო არის თუ არა, ანათად ღირს თუ არა რომ ვიყიდოთ F160 Raijo. ამ ვიდეოში ახსნები რომ რაები შეგიძლია გააკეთოთ, რა ღირს, როგორია, რა შეე კარგი, რა შეე ცუდი და ესე შემდეგ. ეხა ვიდეო ბევრი რომ გავაგზავნოთ და დაგავიწყეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ არხი და გავაგზავნოთ უკვე ვიდეო. ესე იგი F160 Raijo საკმაოდ ძვირადღირებულიანი თვითმფრინავი არის. მაგრამ თუ გინდათ თქვენთან თვითმფრინავის ყიდვა, ამოიღეთ ტელეფონი, ინტერნეტში გადადით, Warstock Carrier-ში, Warstock საიტზე გადადით, აქაც კი ქვევით ჩადით და შეგიძლიათ იყიდოთ თქვენი F160 Raijo თითქმის 7 მილიონად. მაგრამ თქვენ თუ გაქვთ Avenger-ი, აი 3.450.000-ად და თუ დადგებით და გააკეთებთ 4 თუ 5 მისიას მაგაზე, შეგიძლიათ გადაგკეთა F160 Raijo-ს trading price-ი გახსნათ. აქ წელია complete on the Paradise as a leader to unlock the trade price for this vehicle. Paradise ნიშან მისიები არის, ანუ Avenger-ი რომელიც არის მაგისთვის და ამის trading price გახსნით, რომელიც შეგიძლიათ 2 მილიონზე მეტი დაზოგოთ, ან 2 მილიონი თითქმის. ეხლა ამ თვითმფრინავზე ძახსნი რაები შეგიძლია გააკეთოთ და რაები არა. ეხლა დღეს ვიყიდე, ამიტომ მოდი უკვე დავიწყოთ ამ თვითმფრინავის შესახებ ლაპარაკი. ერთი თვითმფრინავი გავაუმჯობესოთ. აბჯარი შეგიძლიათ გავუმჯობესოთ. აქვე შეგიძლიათ დაჭერთ 20, 40, 60, 80, 100. მანქანისავით ჩათვალეთ, ოღონდ ცოტა განსხვავებულია. ძრავით შეგიძლიათ გავუმჯობესოთ, აიღეთ. მოძრაობაც აიღეთ, livery შეგიძლიათ ნაკლეკები დააკრათ როგორიც გინდათ. აი ლავიჩიო, ნებისმიერი რნაირი. ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ კარგი არის მომწონს. მაგრამ F160 Raijo-გან ამერიკულ თვითმფრინავზე არის, იყოს კი. მეორე ფერი რომელზე არის, კაი. ეგ დავიკიდოთ. ანუ ესე იგი შეგიძლიათ ესე გააკეთოთ და ეხლა გავიდეთ უკვე Hanger-იდანაც ჩემი F160 Raijo. ეხლა ნახოთ ამას რა აქვს პლუსები. პირველ რიგში ამას აქვს საკმაოდ ბევრი იარაღი, ვთქვათ. აი, იარაღები. ესე იგი, შეგვიძლია რაკეტებიც ავიღოთ, რომელიც საკმაოდ კაი მიზანი აქვს და ამა ფეთქებელი ტყუიები. ესე იგი, ესეც გავტესტოთ. ახლა უცებუე. მოდი აქ აეროპორტში დავდგით და ეს თვითმფრინავი რომელიც ამაგაზე გავტესტოთ უცებუე. და ესეც საკმაოდ სწრაფია. აი, ესე უცებუე. და ამიტომ შეგიძლიათ საკმაოდ ადვილად დაეშვოთ. აი, ახლა ვიპოვოთ ჩემი სამიზნე. ახლა დავიჭდით. დაუმიზვოთ. ერთ ტყუიეში მოვყარით. ერთ ტყუიეში. ეხლა შევაფასოთ ამ თვითმფრინავის სიჩქარე. აი ესე ავკრებეთ სიჩქარე უკვე. მე ესე ავედი და ეხლა პოპასიო უკვე წავედით. აბა ერთი გადავიდეთ და ნახოთ რა დონეზე დადის რას როგორი სწრაფად დადის. აქვე ეს არ ვიცი, ჩემი ბესრაში რომელიც იყო მაგაზე ბევრად განსხვავებული იყო. ამისი არ ვიცი როგორ მუშაობს, ამიტომ თქვა და შეიძლება 160-ით დადიოდეს რა, საკმაოდ სწრაფი არის, აი ისეთი სწრაფად დადის რა ბუჭოს. ძრავი მოძრაობა ამისი ძიძიარული არის და ზეთყვაზე თქვა და თქვენ გიტნე დადგეთ და აი ამ შენობაზე დაეშვით და თქვა, აუ არა, არ შემიძლია დავუშვო. აი, ვითომ მიხვედით და დაეშვებით. აი ესე, აი ზღვერსა მიიწევთ. აი ესევე ცოტა აი ესე ვიდა ცოტა თული ეს ახლა მე მეშლაგან ეხლა აქ ეს 7 მილიონი თვითმფრინავი მიაღებული. აი ცოტა უსტი ვოთ ცოტა მიჭერს მაგრამ არა უშავს. აქვე ხო არ მეც აქვე სიტყვაზე გვინდა და თქვა თუ არ აქვს საკმარისი ადგილი. ჯის დააჭერთ, ვითოხმულზე გადავა, ჰაერში ახლა საკმარისად. მერე ეგებეს შეცვლით მოც და შეგრებეთ ახალ თავისუფლად. ასევე ამაზე გეტყვით კაზინო და კაიო ფურიკო ჰაისტის ეს ბევრად კარგია, მაგრამ
სფერო ვიტყვი მშვენიერია და საუკეთესო თვითმფრინავისავით სტილის, რომელსაც იარაღი და ესე გვიტყვი. ჩემთვის არის სამი საუკეთესო. ოფერს მარკორი, მაგას თავისი ბუსტიც აქვს, საკმაოდ სწრაფიც არის და ასევე მშვენიერი არის საკმაოდ. რაკეტებიც აქვს, ხო დავისავით არა, აი? ხა შეიძლება ნახე რა გავაკეთო. არავის შეგიძლია დადგეთ ესე და მისთვისაც გამოიყენოთ. ხმა მაქვს ხა მე დაწეული რაგან ძალიან ხომაღალი არის. ანდა თუ არა მოგწონთ დავალ თითქოს მოდი დაუყვიო. აი რა შეგიძლიათ გააკეთოთ. წახვიდეთ და აი ამ შენობის საკერო წახოთ, თქვათ. მე მქვიაო როგორც შენს არ უნდა გამეკეთებინა ეგ ჩემი F-160 რაიჯუ მივახეთ ეგრევე კორპუსთან და всё, ჩამოვარდით. ეს უბრალოდ სხვაგან ვარ მე გაჩენილი და კიდე ასევე რაც უნდა გითხრათ მე თქვენ რომ რა უნდა ვთქვა მე ხო ანუ F-160 რაიჯუზე ესე კი შევაფასებ და ვიტყვი 10-დან 10 მართვა 10-დან 10 სილამაზე 10 ანუ 10 შევაფასებ სულ 10 და 10-დან 10 შევაფასებ მე F-160 რაიჯუს და ასევე კიდე რაღაც თქვა მინდა მე თქვენთვის თუ გინდათ რომ F-160 რაიჯუ აიღოთ ყველაზე სწრაფად გააკეთეთ agency Cayo Perico და Diamond Casino Heist-ი 3-2-ჯერ გააკეთეთ ხოლმე agency გაძლევს მილიონს Cayo Perico 800,000 1,900,000 და შენ მარტო და Diamond Casino Heist-ი კიდე 1,200,000 და 3 მილიონამდე შეგიძლია აიღოთ. ოდესენია ყველაზე კარგი შანსი რომ აიღოთ თქვენ F-160 რაიჯუ რა. ამიტომ დღევანდელი ვიდეო სულ ეს იქნება. არ დაგავიწყეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ არხი და მომდევნო შეხვედრამდე.